სტალინი საქართველოს ნამდვილი პატრიოტი იყო. ის წერდა ლექსებს და არა ვერ წერტილა ლექსებს, არამედ ისეთ ლექსებს, რომელსაც ილია ჭავჭავაძე ივერიის პირველ გვერდზე ბეჭდავდა და რომელი ლექსებიც საქართველოს სიყვარულს გვასწავლიდა. სტალინის დროს, როცა ევროპა იწოდა, ის ვეფხისტყაოსანს თარგმნიდა. მისთვის წიგნი და იდენტობა არ იყო უბრალოდ დეკორაცია და როცა სხვები ეშელონებს იწყობდნენ და ომში იარაღს უგზავნიდნენ ერთმანეთს, სტალინმა ჰიტლერს ვეფხისტყაოსანი გაუგზავნა. დაუწერა: აი ეს არის ჩემი ქვეყანა, გაიცანი. მისი მმართველობისას საქართველომ მოიმატა 7900 კვადრატული კილომეტრით. ეს იყო ჩრდილოეთ კავკასია, ქლუხორი და ახალხევი. ევროპაში ყველაზე მაღალი მწვერვალი საქართველოს უბოძა. ის ადგილი ჰიტლერმაც რომ ვერ დაიპყრო. ამ მიწებზე კი აეროპორტები და უნივერსიტეტები აშენდა. მოსახლეობა კი აბსოლუტურად ქართველებით დასახლდა. მთელ საქართველოში შენდებოდა ჰესები, ქარხნები, თეატრები, ბიბლიოთეკები და ათასობით ინფრასტრუქტურული ობიექტი, სადაც მილიონობით ადამიანი დასაქმდა. ააშენა ქვეყანა, არა სიტყვით, არამედ ქმედებით. სტალინს მხოლოდ ტერიტორიები არ გაუფართოვებია. სტალინმა საქართველოს რწმენა დაუბრუნა. აღადგინა სასულიერო საღვთო სწავლებები. ლენინის დატყვევებული 30000 სასულიერო პირი გაათავისუფლა და რუსეთსა და საქართველოს ავტოკეფალია დაუბრუნა. პოცდამის კონფერენციაზე თამარ მეფის დროინდელი მიწები მოითხოვა 90000 კვადრატული კილომეტრი. ამის მისაღწევად კი მესამე მსოფლიო ომისთვის მზადება დაიწყო. ჩემი აზრით ამას ადასტურებს კორეის ომი და შემდეგ სტალინის სიკვდილი და კორეის ომის დაუყოვნებლივი შეწყვეტა. დღეისობით საქართველოს ტერიტორიული ფართობი 79700 კვადრატული კილომეტრია და ისიც დაყოფილი და ოკუპირებული. რასაც ჩვენი სახელმწიფო აკონტროლებს 57000 კვადრატული კილომეტრია. და წარმოიდგინეთ, სტალინის პროექტით საქართველოს შესაძლოა ისტორიულ მაქსიმუმს დაბრუნებოდა და ინგლისზე დიდი ტერიტორია გქონოდა. ამ ყველაფრის შემდეგ კი თურმე სტალინი ქართველთმოძულე ყოფილა. პარიზიდან და რუსეთიდან ქართული განძი მან დააბრუნა. შარლ დე გოლს პირადად უთხრა: მიეცი ქართველს თავისი ისტორია, განძი თაყაიშვილს გადაეცი და ექვთიმემ ის სამშობლოში დააბრუნა. და მაინც, როცა ვიღაც ამბობს, რომ სტალინი ქართველების მტერი იყო, 700000 ქართველი მეომარი მეორე მსოფლიო ომში სტალინის სახელით წავიდა. სამშობლოსათვის, სტალინისათვის ეს იყო მათი ლოზუნგი და ამის ფონზე ეს არა მარტო მათი შეურაცხყოფა, არამედ სულში ჩაფუთხებაა. მათთვის სტალინი იყო სწორედ საქართველო. 1947 წლის 26 მაისს სტალინმა სიკვდილით დასჯა გააუქმა და ეს იმის ფონზე, როცა სტალინზე 30-ზე მეტი სასიკვდილო თავდასხმა განხორციელდა. ამის მიუხედავად დღესაც არსებობს მითი, თითქოს სტალინი ხვეწდა ქართველ ინტელიგენციას, მაგრამ მაშინ ვინ გაამიხსნის, რატომ უძღვნიდა გალაქტიონ ტაბიძე სტალინს ლექსებს. ჩვენი სტალინის მარად ნევა მოცილი დროშიც წინ ახალ ნათელ გამარჯვებისკენ მხარეს გალაქტიონი ხედავს, რაც სასწაულებს ახდენს. რატომ ბეჭდავდა ილია ჭავჭავაძე სტალინის პოეზიას პირველ გვერდზე? რატომ ახსენებდა ყველა პატრიარქი მას როგორც მორწმუნეს? მშვიდობის საქმეს ხელმძღვანელობს ხალხთა ძველი ბელადი მშვიდობის დიდი მედოშე იოსებ ვისარიონიძე სტალინი. და ბოლოს რატომ თქვა ილია მეორემ მისი გარდაცვალებისას: ვიდექი და ვტიროდიო. თუ კი ეს ყველაფერი სიმართლეა, მაშინ ვისი მტერი იყო სტალინი? და მაინც სტალინის მიმართ თუ ეს ყველაფერი არ გაწონასწორებს, მაშინ პრობლემა სტალინში არ ყოფილა. პრობლემა იმაშია, რომ არ წაგიკითხავს, არ მოგისმენია და არ დაფიქრებულ ხარ. რაც მოგახსენეთ, ეს არასრული ჩამონათვალია. უბრალოდ ეს გადაცემა ამას არ ეძღვნება და ამით არ მთავრდება. ჩვენ თუ ასე გავაგრძელებთ, ჩვენი ისტორია ცარიელი ფურცელი დარჩება. სტალინის სახელობის ქუჩები ინგლისში, ქორჩესტერში და ჩათემში მდებარეობს. მისი სახელობის ქუჩებია საფრანგეთში, იტალიასა და მსოფლიოს მრავალ წერტილში. ისინი პატივსცემენ და უფრთხილდებიან ამ ისტორიას. ამიტომაცაა, რომ მომავალმა თაობებმა უნდა იცოდნენ, რა ძალა აქვს ქართველ კაცს, როცა მისგენს საქართველოს ერთგულება და სიმტკიცე წარმართავს. საჭიროა მეტი სიმტკიცითა და გონიერებით მოვიქცეთ. თქვენია მისი წარსული და მისი ისტორია.